რას გეუბნება სამყარო? მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მომხმარებლებო. ნახოთ, რას გვიკარნახებენ დღეს, რას გეუბნება სამყარო. გეუბნებიან ჩემო ძვირფასო, რომ შენში იმაზე მეტი ძალა, ვიდრე შენ გგონია. შეიძლება ზოგჯერ ვერ ხედავ საკუთარ ფასს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არსებობს. რომ ის არ არსებობს. ხვდებით? როცა ფიქრობ, რომ საერთოდ ახალი ეტაპი შენ ცხოვრებაში არ იწყება, ამას ფიქრობ, იცოდე, რომ ყველაზე ბნელ დროსაც კი შენი ახალი ეტაპი მაინც დაიწყება. რომ ყველაზე რთულ პერიოდსაც კი აქვს დასასრული. ცოტა გაჩერებული ხარ, ცოტა და ადარებ შენს გზას სხვების გზას. შენი დრო შენია, იცოდე. შენი წარმატება შენებური იქნება და წარმატება უკვე გზაშია შენთან, რომ იცოდე, გზაშია. შენ არ ნებდები. ძალიან ბევრი წინაღობია. აღმართული კედლებია ცხოვრებაში, მაგრამ შენ ხომ არ ნებდები. თაიგული მეგობრებო. თაიგული ძალიან დადებითი არკანია ლენორმანში. შენ ხომ იცი, რომ არ ნებდები. ყველასაც ასე სჯერა და ასე გონია. ჯერ არსად არ დაგიგვიანებია. შენ ჯერ კიდევ შეგიძლია ყველაფერი გამოასწორო და საკუთარ თავს უნდა უთხრა, რომ შენ არ ნებდები. აუცილებლად უკუთხარი საკუთარ თავს დღეს ეს სიტყვები, რომ შენ არ ნებდები. შეგიძლია დაწერო კომენტარში, რომ შენ არ ნებდები. კიდევ ვიტყოდი, რას იცით? ნუ გეშინიათ ნურაფრის თავიდან დაწყების. ხშირად ახალი დასაწყისი ის არ ნიშნავს იმას, რომ შენ წააგე არავითარ შემთხვევაში. ბევრი მტერია ირგვლივ, სამწუხაროდ, უამრავი და ბევრი ხედავთ ამ მტრებს. ძალიან კარგად შენიღბულები, მაგრამ შენ როგორ გხედავენ, იცი? აი ხა გაჩვენებ, აი ასე. აი ეს ხარ შენ მათთვის. დათვი ხარ. სიძლიერე ხარ. ერთ დღეს მიხვდები და უკან მიიხედავ და მოიხედავ და მიხვდები, რომ ყველაზე რთული დღეები, რომელიც გქონდა, აი ამ დღეებმა ყველაზე ძალიან გაგაძლიერა. ამას მიხვდები. ბევრი უკვე მიხვდა ამ ყველაფერს. ხედავთ? თქვენი ეშინია მტერს. ვისაც ყავთ მტრები. ნუ შეგეშინდება ნურაფრის თავიდან დაწყების. მიეცი საკუთარ შანსს, საკუთარ თავს და შანსს კიდევ ერთი შანსი. თუ ფიქრობ, რომ რაღაცა ძალიან ცუდად არის, ეს ასე არ არის. ეს ასე არ არის, დაიმახსოვრე. ნუ ფიქრობ, რომ წაგებულია ყველაფერი. შენ კიდევ შანსები გაქვს, ყველაფერი გამოასწორო.
ყველაფერი დაალაგო, ცხოვრება აიწყო, თავიდან დაიწყო ყველაფერი. გაკვირდებიან, აკვირდებიან თქვენს ცხოვრებას, ძალიან გაკვირდებიან და თითქოს ყველას ეუბნები, რომ ბედნიერი ვარ, თითქოს ეუბნებით ამას აჩვენებთ. თქვენ არ ხართ ვალდებულები ყველას მოეწონოთ, ხვდებით, არ ხართ ვალდებულები ყველას აუხსნათ თქვენი ოცნებების შესახებ, ან აჩვენოთ თქვენი ოცნებები, ან რეალიზაცია ამ ოცნებების. ზოგჯერ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ეს არის გაჩერდე, გაჩუმდე და არავისთან არაფერი არ თქვა. აბსოლუტურად არავისთან არაფერი. სანამ შედეგი არ გექნება, მერე შეგიძლია ილაპარაკო და გართმევენ ენერგიებს გაკვირდებიან, შურით გჭამენ, შური ძალიან ცუდი რამეა, შური და ბუღმა პირველი ავადმყოფობა ადამიანში. ხედავ, რომ ძალიან იღლები ამ ყველაფრისგან, ამ ხელა ბრძოლისგან, დაღლაც ადამიანურია, ხედავ, რომ იღლებით. შეიძლება პატარა ნაბიჯებით მიდიოდე ამ ცხოვრებაში. თქვენ პირველად ცხოვრობთ. ჩვენ ყველანი პირველად ვცხოვრობთ და შესაძლოა რაღაცა არ გამოგდიოდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ წააგე, შენ გაქვს ახალი გზა. მიდიხარ პატარა ნაბიჯებით, იღლები, მაგრამ დანებება შენი ისტორია არ არის. დაიმახსოვრე, დანებება არ არის შენი ისტორია. აი ამ გოგოში ვინიც არის საკუთარი თავი. დამიწერეთ კომენტარი ხო, მეგობრებო, რომ დანებება ეს არ არის ჩემი ისტორია. წარმატებები ჩვენ. მომავალ შეხვედრამდე.